ვის ხელში უნდა იყოს მოსმენების ეგრეთ წოდებული გასაღები ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლებს 9 დღე რჩებათ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში 2 კანონპროექტია შესული, ორად არის გაყოფილი დეპუტატების აზრიც. მათი ნაწილი ბესელია სესიაშვილი ფოფხაძის კანონპროექტს უჭერს მხარს, რომლის თანახმად გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჩაბარდებათ. პარლამენტარების მეორე ნაწილი კი ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს ემხრობა. უმრავლესობიდან გასული თავისუფალი დემოკრატები მოსმენების მექანიზმის შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩენას ეწინააღმდეგებიან. ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელი გია ვოლსკი კი ბესელია სესიაშვილი ფოფხაძის კანონპროექტს უჭერს მხარს. კანონპროექტები პარლამენტის ბიუროზე განსახილველად ორშაბათს გავა, 4 შაბათს კი მას დეპუტატებმა უკვე კენჭი უნდა უყარონ. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ მოქალაქეები გზნობდნენ თავს უსაფრთხოდ, სასამართლოს გარეშე არ მოხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი კონტროლის მექანიზმი შემოგვაქვს ჩვენი კონცეფციით, ეს არის პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი, ანუ იგივე ომბუდსმენი და ბუნებრივია უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს კონტროლი. ეს არის ჩვენი კონცეფციის ძირითადი მონახაზი და ფიქრობ, რომ მას ექნება მხარდაჭერა პარლამენტში. სისტემა, რომელსაც გვთავაზობთ ერთი კანონპროექტი და რომელსაც ჩვენი ფრაქცია დაუჭერს მხარს, ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს იმის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მეშვეობით და მეორე მხრივ იქნება ინტელექტუალურად და ფინანსურად, ტექნიკურად აღჭურვილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო რეჟიმში მეორე გასაღებით ოპერირებას. პრინციპული პოზიცია გამოვიდეს გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რადგან ეს იქნება რეალურად ეპოქალური ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილება, რასაც უყურებ ჯერჯერობით პოლიტიკური ნება არ არის სამსვლელობის თაობაზე ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ შემოგთავაზა, მე ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმას, რომ გასაღები იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანუ დაინტერესებულ ორგანოში მას, ვისაც სჭირდება ამ ნებართვის აღება, ხელთ არ უნდა ჰქონდეს არაკანონიერი საშუალება გვერდის ავლით, კანონის გვერდის ავლით განახორციელოს მოსმენა. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ასევე ჩვენ რთულად გვესახება მის ხელში ამ მექანიზმის არსებობა, ვინაიდან თვითონ არის მონიტორი, თვითონ ახორციელებს შემოწმებას და გამოდის, რომ საკუთარი თავის შემოწმება მოუწევს.